გამარჯობათ საღამო მშვიდობისა პატივცემულებო ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო ჩვენ ეთერში ვართ სტუდია რუიანი ტელემაუწყებლობა ობიექტივი რა თქმა უნდა აგრძელებს მაუწყებლობას და გეგა ხვედელიძე და მე ბექა თავბერი თქვენთან ერთად ვიქნებით დღეს ალბათ ორი ფორმატის განმავლობაში და რა თქმა უნდა მეორე ნაწილში თქვენ ზარებსაც მივიღებთ ეთერში. რაც შეეხება ჩემო გეგა მოგესალმები პირველ რიგში, რაც შეეხება ვითარებას, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ეს ვითარება რა თქმა უნდა გრძელდება და პროგრესირებს ძალზედ ნეგატიურის კუთხით. და მე უპირველეს ყოვლისა ამ სურს სანამ ასე ვთქვათ, განვითარდება ჩვენი საუბრები, მოვიკითხო ჩვენი ემიგრანტები, აქედან მოკითხვა მათ თბილი მოკითხვა, ჩვენი მამულიშვილები უმაგათოდ, რა თქმა უნდა, ქვეყანაც ცოდუა და ეს ადამიანებიც მე ბევრი ვიცი ჩემო გეგა რომ ნოსტალგია ღრნით და ჭამთ ადამიანებს, მაგრამ ვიცით რა პირობების და რა мотивაციითაც ეს ადამიანები აღმოჩნდნენ საზღვარს გარეთ. ასევე მინდა მოვიკითხო პატიმრები, ბატონებო, პატიმრებით გადაივსო ყველაფერი. ბევრი ხალხია ძალიან საპატიმროებში, პიკურია, შეიძლება ითქვას ეს რიცხვი, თუმცა პიკურსაც ვერ ვიტყვი, რადგან ეს პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ ნებისმიერ უმნიშვნელო რამეზე შეიძლება დაგაკავონ. შარი მოგზდონ მათი ასე ვთქვათ შექმნილი კანონმდებლობით, რომელიც დაფუძნებული არ არის ხალხთა საზოგადოების ინტერესს არ პასუხობს და მათ დაარქვეს ამას კანონი ვუნდერკინდმა კანონმდებლებმა და არ ვიცი ალბათ ჯერჯერობით კიდევ შეიძლება არ იყოს პიკური სიტუაცია. მე მინდა მოვიკითხო ჩვენი სნეულები რომელიც საზღვარგარეთაც კურნალობენ და აქაც კლინიკების სავსეა და უფალმა გამოაჯამრთელოთ ეს ადამიანები. რაც შეეხება დღევანდელ დღეს ვიცით რომ ეროვნული გამოცდები დაიწყო აბიტურიენტებს დიდი წარმატება მინდა უსურვო სწავლაში მათ ცოდნის ტაძარში უნდა შეაბიჯონ და ცოდნის ტაძარს რაც არ უნდა ეშმაკები დაეპატრონონ ცოდნის ტაძარი უფლის შეწევნით ცოდნის ტაძრად დარჩება ის და წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიანო ნათქვამია და ასე რომ პატივცემულო აბიტურიენტებო გარდა იმისა რომ წარმატებას გისურვებთ მე თქვენ ჭეშმარიტ საფუძვლიან ცოდნის მიღებას გისურვებთ იმ საგნის შემეცნებას გისურვებთ რაც თქვენი არჩევანია და რა თქმა უნდა ძალიან კარგად უნდა იცოდეთ რომ თქვენ ჩვენი მომავალი ხართ და თქვენზე უნდა დაეყრდნოს მთელი სახელმწიფო შემდეგ და შემდეგ როცა მობრძანდებით ნაწილი ხელისუფლებაში ალბათ და თქვენს პროფესიებში იქნებით წარმატებულები. აი ეს წარმოშობს და ეს ასე ვთქვათ განაპირობებს ქვეყნის სახელმწიფოებრივ სიძლიერეს. საიდკენაც ტენდენცია დიდი ხანია დღიდან მოსვლისა არ გააჩნია არსებულ ოფიციოს. ეხლა მე წეხან ვადევნებდი თვალყურს და თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ჩვენი გარემომცველი ასე ვთქვათ ჩვენი გარემოცვა სამეზობლოში ყველა მუშაკობს თავისი ქვეყნისთვის და მიუხედავად იმისა რომ არც აღმოსავლეთი და არც დასავლეთი ჩრდილოეთის და სამხრეთის მაინც და არც არასდროს იყო მოწადინებული მცირე ქვეყნების განვითარებისათვის და რაღაცა ჩვენ თავზე რომ ვთქვათ საქართველოს აყვავებისათვის არ იყო მათი სწორება შესაბამისად თვითონ ამ ერებს ჩვენს სამეზობლოში ეყოთ ჭკუა და დიდი ხანია მათ ეს ჭკუა გააჩნიათ რომ ჟამი მოივაჭრონ როგორც პავლე მოციქული ბრძანებს ჩვენი თავმოციქული ხომ ერთ-ერთი რომ ჟამი მოივაჭრეთო არის ჟამი აი ამ ქაოსისა არის ჟამი განუკითხაობისა უსიყვარულობისა აი ეს ჟამი რამენაირად შენი ქვეყნისთვის გამოადნე და მაქსიმალურად ისე რომ სხვა არ დაზიანდეს შენ ქვეყნის ინტერესებს მოემსახურე. რაში მდგომარეობს ეს?
ისმის კითხვა. რაში მდგომარეობს პატივცემულებო და აი ნიკოლ ფაშინიანის სიტყვა მინდა გითხრათ, მისი წარმოთქმული, აი ციტირება მინდა გითხრათ. ძალიან კარგად იცის სომეხ მაერმა, რას წარმოადგენს ევროკავშირიც და სხვა კავშირებიც და ალიანსებიც. ევროკავშირი სომხეთის ყველაზე სანდო პარტნიორია. თანამშრომლობა ეფუძნება ისეთ ფასეულობებს, როგორებიც არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანთა უფლებების დაცვა. და კი მაგრამ სვავ კითხვას რა არის აქ შეცდომით ნათქვამი? არც არაფერი ბატონებო. ჩვენ უცხოეთიდან შესაბამისად და თავის დროზე რომ გადაგვეღო ის ფასეულობები, რასაც ქვია მართლაც ჭეშმარიტი, პროფესიონალური სამართალწარმოება, შრომის კოდექსი და საერთოდ შრომის დაფასება, როგორც საზღვარს გარეთ ხდება, მე გულისხმობ იმ ქვეყნებს, რომელიც თქვენ ძალიან კარგად იცით, რომელიც მოეაზრება, ხო? და არ მივდივარ ახლა სადღაც განვითარებად ქვეყნებში. თუმცა ასეთები ევროპაში მაინც და მაინც არ მოიძიება. გნებავთ აღმოსავლეთ ევროპაში. კონკრეტულად ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრძანებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისგან ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის ეკონომიკურ სომხეთი, მისი სიტყვა, ურსულას სიტყვა და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სომეხი არის ეკონომიკურად მეტად და ძალზე და ტევადად არის დამოკიდებული ჩვენს დიდ მეზობელზე, ხო? რუსეთზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, 18 მილიონიანი ევრო, რა თქმა უნდა, დახმარებას თავაზობენ, რომ რამენაირად მოძლიერდეს ეს ქვეყანა და ვინმეს ილუზია აქვს, რომ ან ნატოს დახმარების, ამერიკის დახმარების, ან ევროკავშირის დახმარების სანაცვლოდ ირანთან მოსაზღვრე ტერიტორია, ირანთან მოსაზღვრე სახელმწიფო სასომხეთი ბაზებს განათავსებს ვინმეს სასარგებლოდ? არამც და არამც ბატონებო, აი ესაა სწორედაც ჟამის მოვაჭრება, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ნაბიჯები. რაც არ უნდა არ მოწონდეთ და არ იყოს ის პერსონა ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც ჩემთვის პირადად ვერ გამოდგება, ასე ვთქვათ, მაინც და მაინც დიდ ლიდერად და ამაზე მე მაქვს ჩემი არგუმენტაცია, ის არათუ უარესი, გაცილებით უკეთესი და მას არის ბევრ ლიდერთან შედარებით. ჩვენ სახელმწიფოზე რო ვიმსჯელოთ კონკრეტულად და ეგრეთ წოდებულ ოფიციოზე, მათ ვერ შეადარებ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომელნიც ქვეყანაში ბრძანებენ, რომ აი სიძულვილის ენას ვებრძვითო და ამ დროს სიძულვილის კულტივაციას თვითონ აკეთებენ და სჩადიან. უკვე რამდენი წელია გეგა. კონკრეტულად მაგალითებზე ახლა სხვის შეცდომებზე ჭკვიანები სწავლობენ, ხო? საკუთარ შეცდომებზე და არა შეცდომაზე ბრიყვებიო. ჩვენ ბრიყვებიც არა ვართ, უფრო დაბალ დონეზე ვართ, ესე გამოდის, ხო? ჩვენზე საზოგადოებაზე არ არის მთლად საუბარი, აქ საუბარია იმ ოფიციოზზე, რომელ ოფიციოზსაც უკვე დიდი ხანია არჩევნებისთვის ხალხის რაოდენობაც არ ჭირდება, ბატონებო. ხალხის რაოდენობა მათთვის საჭირო არ არის არჩევნებისთვის, რადგან წინასწარ გამზადებულია ყოველივე. ჩემი პირადი გამოცდილებითაც გეუბნებით ამ ბოლო ეგრეთ წოდებულ არჩევნებს რომ ეხებოდა და საერთოდ არა მხოლოდ ამ ბოლო დროის არჩევნებთან დაკავშირებით. და ანალოგიურ სიტყვის გეგაც და არა მხოლოდ, ხო, ყველანი. მე მინდა ესეთი რამ გავიხსენო. კობახიძის სიტყვა იყო გეგა, რომ აი ჩვენ უკვე იმდენად წარმატებულად ესე თქვათ ეს პროექტი ეგრეთ წოდებული სიძულინის ენის აღმოფხვრის პროექტი, რომ აქ სოციალური ქსელები უნდა გაკონტროლდეს, ხო, Facebook კონტროლი, რომ მრავალი ახლა რა ჩამოთვლის მათ ოდიოზურ და ძალზე და აი როგორ გითხრათ, ანტიჰუმანურ ასე თქვათ აქტებს და კანონებს და გადაწყვეტილებებს, რომ თურმე წარმატებულად მუშაობს, რომ აი იქ რო ვიღაცა დააჯარიმეს და თუ ჩათვლიან საჭიროდ დააკავებენ კიდევაც, რომ ადამიანი აღარ იუზდელებს თურმე, არც დაიწყევლება და არც შეიგინება. პატივცემულებო, ყველაფერი არის მიზეზ შედეგობრივი. ქართველ ერს თქვენ კონკრეტულად რა, აი
99%-ს მოგმართავთ. უწიგნურებო. არასდროს არ სჭირდებოდა და მით უმეტეს თქვენგან არ სჭირდება შეხსენება იმისა, რომ როგორ მიმართონ ერთმანეთს, როგორ მიმართავდნენ უწინ ერთმანეთს და საერთოდ ეს ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი თავისი მართლაც სწორებით კულტურისაკენ, მეცნიერებისაკენ და საყოველთაო პროგრესისაკენ, ხომ? თუ როგორ ვიდოდა და როგორ მოაღწია დღევანდელ დღემდე. თქვენ ბრძანებთ რომ აკრძალვით მოიპოვებთ იმ სიმშვიდეს, არამც და არამც. სიმშვიდე მოიპოვება სამართლიანობის აღდგენით. სამართლიანობის აღდგენა შეძლებს მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანი და ქვეყნისთვის მსახური ხელისუფლება. და ქვეყნისთვის მსახურ ხელისუფლებას ჩვენ მაშინ მივიღებთ ზედა ეშელონებში, როცა მათი საქმენი და მათი ნაყოფი საქმისა ყველას გვეცოდინება პატარა ქვეყანაა. აბა გადახედეთ ერთი ვინ არიან და რას წარმოადგენენ. თითე რომელსა აქვს მიდებული ამ ქვეყნის აღმშენებლობისათვის. სუფთა ფარატინა ფურცლიდან აქვს დაწყებული ფარატინა ფურცლიდან და მინისტრები და კომიტეტები და ასე შემდეგ ჩაიბარეს. და ამის შედეგიც რა არის? აი ამ სიძულვილის ენასთან მებრძოლ კოჰორტას მივმართავ. ძალიან კარგად იხილა საზოგადოებამ აი მუშტიკრივის სცენები, საკმაოდ ამაზრზენი, ჩვენ არ გვაკლია ესეთი სცენები. კი ბატონო, როგორ არა წინა პარლამენტებში და ასე შემდეგ იყო შესაბამისი, მაგრამ რაღაცნაირად ბალანსი მაინც იყო და აქ თქვენდალოცვილებო ერთ-ორ კაც რომ ლამის მთელი პარლამენტის შედეგით და თან რა გამახსენდა იცით გეგა? აი იმპერატორები რომ იჯდნენ ხოლმე რა და გლადიატორები შეეხლა გლადიატორებს ამათ მე ვის შევადარებ კაცო გლადიატორი იყო და ამათთან გლადიატორის შედარება როგორ შეიძლება კაცო მაგრამ უბრალოდ აი ინიციირებით იმიტაცია რა თქმა უნდა ხო ერთი ცერის დაბლა დაწევა იყო საჭირო მათი მხრიდან რომ და აი კონკრეტულად ასე ამოვნეს და ისინი ზუდრტვინველად უყურებდნენ ამ ცემატ ყეპას და მრავალმა ადამიანმა თავისი სახე კიდევ მეტად ლუსტრირა და გამოამჟღავნა ხო აი დემონსტრირება იყო თუ როგორ ებძვიან ესენი სიძულვილის ენას და რაგვარად იქცევიან სამართლიანობის სასარგებლოდ და საერთოდ სურთ თუ არა მათ სამართლიანობა და ეხლა პიროვნებები რომლებიც ჯერ პირადად მათ არაფერი არ სჭირდათ საპარლამენტო და არც მოეთხოვებოდათ კანონმდებლად ქცეულიყვნენ რადგან თავიანთი დღედამოსწრება ვარჯიშობდნენ ზოგი ტატამზე და ზოგი სიმძიმეებზე თქვენ დალოცვილებო აი როგორ მე კონკრეტულად არ მინდა სახელები და ყველა მიცის ვიზე ვსაუბრობ ყველა მიცის იცით ზოგიერთ ახლა მეგობრებმა მითხრეს რომ ჩვენთვის დამთავრდა ეგ ადამიანები იცით რა ადამიანი ჩემთვის არ დამთავრდება და მე მას ადამიანური რესურსის ღვთის შეწევნით ადამიანური რესურსის რეალიზაციას უსურვებ ადამიანობა სხვა რამ არის და ადამიანის სიძულის უფლება მართლმადიდებელს არ აქვს მართლმადიდებლებს მაგრამ მათი საქმე და ლექსიკა კიდე მათ რა უფლება აქვთ იქ სიტყვა ამოიღონ კაცო მათი საქმე და ესეთი იმპერატორების წინ ესეთი ასე თქვა ინოვაციები იმდენად ამაზრზენად მოჩანდნენ რომ მე ჩემს მეგობარს პასუხი მოჩანდა პასუხი ასეთი გავეცი რომ განა ამ ფაქტის გამო დამთავრდნენ მეთქი ჩემთვის მანამდე დამთავრდნენ და როდის იცი გეგა აი მე გავახსენებ საზოგადოებას ირაკლი ღარიბაშვილმა დააინიცირა ერთხელ ჯერ ინიციატივა ჰქონდა ესეთი რომ ასე თქვა მისაწვდომობა ყოფილიყო რაც შეიძლება ნაკლები და აკრძალულიყო მცირე წლოვანთათვის აზარტული თამაშები და საერთოდ ვიცით ძალიან კარგად კაზინოებითაა გადავსებული ქვეყანა და სხვადასხვა ესეთი გარყვნილების კლუბებით ეს სიცოცხლის ქალაქი ბატონო კალაძე სიცოცხლის ქალაქი გადავსებული გაქვს გარყვნილების კლუბებით და კაზინოებით სადაც შეუძლია
ნებისმიერს უცხო ქვეყნის წარმომადგენელს შევიდეს კაზინოში, გამოვიდეს და მერე გეი თუ ნებისმიერი კლუბი არჩიოს თავის ორიენტაციის შესაბამისად და იქ ქალიც იყიდოს და კაციც და ასე შემდეგ რა, ჯვარი გვწერია. აი ესაა თქვენი სიცოცხლის ქალაქი და გავაგრძელებ, ესეთი პასუხი გავეცი. იცით როდის დამთავრდნენ ეს ადამიანები? როცა ღარიბაშვილმა ეს ბრძანა გამოვიდნენ და როგორ გეკადრებათო ლიდერბეთი როგორ უნდა დაიკეტოსო და საერთოდ აიკრძალოსო ან კრისტალია კიდე რაღაც კრისტალი ნუ ეგეც ბეთია ხო მე მგონი აი ანუ აზარტული თამაშების ესეთი წყარო არ არსებობსო მათი დაკეტვა რადგან მათი დამფინანსებლები იყვნენ ესენი კონკრეტულად ის არაფერი თურმე იქ ვიღაცამ თავი ჩამოიკიდა ახალგაზრდა თამაშებს შეეწირა გზასაც და ოჯახი გაყიდა თუ დიდი ცრემლისა და ჯოჯოხეთური პირობების მიუხედავად ქვაქვაზე ნუ დარჩება ჩვენ გვაფინანსებსო მაშინ კიდევ სპორტში ბრძანდებოდნენ ზოგ-ზოგიერთები იცით და არ მინდა ჩამოთვლა კიდევ ვინ შეუერთდა აი მაშინ დამთავრდა მათი ადამიანური ლექსიკა ჩემთვის თორე ადამიანებად პატივცემულებო ვიბადებით ჩვენ მაგრამ ვიბადებით ეს ღვთის შეწევნით თორე ადამიანური რესურსის გამოყენებას თუ არ შეეცდება დაბადებული და ის თვისებები ის მადლი უფლისა თუ არ მიიღო და ის თვისებები არ განავითარა რაც კაცთმოყვარეობის ჩარჩოებში რაც მადლიანი საქმის კეთებაში გამოიხატება და შესაბამისი სიტყვაც იქნება რა თქმა უნდა ასე უსახურად წარმოჩდებიან როგორც ეს ადამიანები წარმოჩდნენ თავიანთი ტყაპუნით და რა დღეში ჩააგდეს ის დამავიწყდა მისი გვარი გახარიას გუნდის წევრი რა ეს იყო რა თქმა უნდა ძალზედ ცუდი ესე თქვათ ამაზრზენი და დემონსტრირება კიდევ ჩვენი ქართული ეთიკისა და ზნეობისა რომ არაფერი ვთქვათ იმ შემარცხვენელ ფაქტებზე როცა დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ პიროვნებას იცით ვინც არის რა და სადაც ბრძანდება და ამ დროს კონკრეტულად თურმე მრავალი საქმე კასრების ციხის კადრები და მართლა მადლობა იმ თავდადებულ ადამიანებს რომელთაც ეს ყველაფერი გამოაშკარავეს გიორგი ლომიას თაოსნობით იყო ეს ყოველივე მერე ბატონი დავით არხანმოურავი ქალბატონი ირმაინაშვილი და ასე შემდეგ კოტეინაშვილი რა თქმა უნდა მოიხსენიოს უფალმა აი ეს გუნდი იყო სწორედაც აი ამ ძალზე დიდ სარისკო საქმეში ძალზე დიდ სარისკო საქმეში რომ თავისი თავი და სიცოცხლეც კი მათ აი ესე ბეწვის ხიდზე გაატარეს. სასიკვდილო საფრთხის წინ დააყენეს საკუთარ და ვინც რა უნდა ილაპარაკოს ეს სასახად ასია. ვინც რამდენი არ უნდა ილაპარაკოს და როგორც არ უნდა ილაპარაკოს სილისმწამებლური ინტონაციით. აი ერთი კიდევ დავით მათიკაშვილის სიტყვა. ეს დავით მათიკაშვილებიო ხანაში ესენი ყველანი პორტირებული ნაცები არიან კაცო. ამიტომ არის ქოცნაცური მთავრობა ეს და არა მხოლოდ ახლა ესეთი მონოლითურად არავითარ შემთხვევაში ეს არის ერთი კონგლომერატი ჩემო გეგა აი დავით მათიკაშვილი რას ბრძანებს აგენტებსო ციტირება მინდა მოვახდინო არაფერი ესაქმება ქვეყნის მართვაში პოლიტიკური განაჩენი რომელიც საზოგადოებას აქვს გამოტანილი მათთვის ეს არის უტყუარი და ასეც გაგრძელდებაო ჯერ ერთი ჩემო გეგა რას ქვია გაგრძელდება განაჩენი არის განაჩენი გაგრძელება რას ქვია ვიცით რასაც ქვია კოჰაბიტაციას კვლავ კოჰაბიტაციაში ხართ რომ პირველ ოპოზიციურ ძალად ისევე მათ რაცხთ მათ თვლით და მათ ფონზე გსურთ კიდევ არჩევნებამდე მიაღწიოთ თუმცა სიმართლეს გეტყვით აი ჩემთვის პირადად და არა მხოლოდ ამაზრზენი ძალა რომელიც თქვენი წინამორბედი იყო კონკრეტულად მათ უკვე ძალზედ ბევრ სეგმენტში გადააჭარბეთ თქვენ რა თქმა უნდა ნეგატივის უარყოფითის კუთხით ასე რომ მათ ფონზეც ვერ წარმოჩნდებით აი ესეთი ვაჟბატონები და ესეთი მამული ენა სარწმუნოებისტები როგორც მუსირებთ ან ის რას ნიშნავს რომ ქვეყნის მართვაში აგენტებს არაფერი ესაქმებათ აგენტი იყო რომელსაც ვერდიქტით გამოტანილი აქვს დაკავებულია კაცი
დანაშაული ბრალი წაყენებული აქვს, მაგრამ დამტკიცებული არაფერი, კაცო. გულბაათრ ცხილაძეზე მაქვს საუბარი. როგორ შეიძლება არ გამოვეხმაურო კიდევ ერთხელ ამ ფაქტს? ეს პიროვნება რისთვისაა დაკავებული? გულბაათი, რომელსაც ამ სტუდიიდან მიყავდა გადაცემა. და ბრძანებთ, რომ თურმე რუსეთის აგენტი ყოფილა და ამას ვერ ამტკიცებთ, რა დროს, რა ვის მიაწოდა და ასე შემდეგ. ვერ ამტკიცებთ ამ პიროვნებას სახელმწიფოებრივი საქმე, ასე ვთქვათ, კულისებიდან უკეთებია, თორემ მეთაურად და ასე ვთქვათ, თანამდებობის პირად არასდროს არ ყოფილა. ესე იგი, თუ სახელმწიფო საიდუმლოება გადასცა, დაუჯეროთ თქვენ სიყალბეს დაუშვათ. თქვენ მიგიწვდიათ. თქვენ ხელისუფლებას მიუწვდია ეს სახელმწიფოებრივი საიდუმლო. მას არ ხელეწიფებოდა ამ საიდუმლოებთან ყოფნა. ასე რომ თქვენ თავსაც ეწინააღმდეგებით და კონკრეტულად ქვეყანას ხომ არა მხოლოდ ეწინააღმდეგებით, ძალიან უკან მიაქანებთ, ძალზედ უკან. მე აქ არის კიდევ მარგალიტი გიავოლსკის რა, რომ სააკაშვილის ოცნება არისო და სურვილიო, რომ ჩვენ ცეცხლში გავეხვიოთო კიდევ ერთხელ გესმის? რატომ არის კიდევ აქტუალური თქვენთვის და საერთოდ ქვეყანას რატომ ასმენინებთ? მტრის ხატები და აი ნაციონალურ მოძრაობაში ჟორჟოლიანი იქნება თუ ნებისმიერი გვარი რატომ ასმენინებთ ამ ყოველივეს? საფრთხობელების მუდმივი ეს საფრთხობელაა ყოფნის საზოგადოების დაშინებისა და ესე იგი სტრესის ქვეშ ყოფნით ხელისუფლების შენარჩუნების ცდელობა ეს ხოლმე. კი ბატონო, მაგრამ მათ მადა ჭამაში მოუვიდათ და უბრალოდ მხოლოდ ამისთვის კი აღარ გამოადგენიან ამ ადამიანებს. უკვე ჩანაცვლებისთვის და პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან რამდენი ხანია. ასე რომ ესენი მოდი იყვნენ და ამათ ფონზე ჩვენ საუკეთესონი ვართ. ეს უკვე აღარ მუშაობს და თავიდანვე მკვდრად შობილი და ძალზედ ისეთი ინფანტილური რაღაც უმწეო გადაწყვეტილება იყო თქვენი ჭიერებო. ასე რომ არავითარი სააკაშვილს რა უნდა არ აინტერესებს ერს, შეიძლება რაღაც სეგმენტს აინტერესებდეს, თუმცა ისიც ადამიანია და მე მას ჯანმრთელობას გულწრფელად უსურვებ, როგორც ადამიანს, სინანულში ჩავარდნას უსურვებ, თავისი ლექსიკით ვიტყვი, აზრზე მოსვლას უსურვებ, გამიხარდება თავისთავად. მრავალი წმინდანი იყო პატივცემულებო, რომლებიც ყაჩაღობითაც იყვნენ დაკავებულნი, ძარცვითაც და სხვადასხვა ბინძური საქმიანობით. თუმცა კი სინანულში ჩავარდნით, დიდი ღვაწლით, დიდი ცრემლითა და დიდი ოფლით და დიდი, ასე ვთქვათ, მუშაკობით, მათ მიაღწიეს იმ სიმაღლეს, რომ ჩვენი მეოხნე არიან დღეს. არ არის კაცის ცხონდეს და არ ცოდოსო, ხომ გეგა. ასე რომ ყველას აქვს შანსი უფალი გენდობა, გტოვებს დედამიწაზე, რომ იქნება გამოსწორდე. მაგრამ გამოსწორება არ იქნება ალბათ მრავალის და ესაა ზუსტად სწორედაც ჩვენი ტკივილი, საწუხარი და ქვეყნის უბედურება. რა თქმა უნდა, მთლად მონოლოგის რეჟიმი რომ არ იყოს, ჩემო გეგა, ვიცი არაერთი გაქვს სათქმელი და სიამოვნებით მოგისმენ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. ბევრი ახლა სათქმელი და რამოდენიმე პუნქტზე გავამახვილებ, მეც აი ყურადღებას, რაზეც ბოლო დროს ჩვენ ძირითადად სოციალურ ქსელებში ახლა ვადევნებდი მე ეს დღეები ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალურ საკითხებს უყურებდი. ეხლა მე მუდმივად ვცდილობ აზრი გამოვიტანო, არა საერთოდ ჩემთვის ყველაზე არასაინტერესო და ყველაზე არაფრის მომცემი თუ შეიძლება ასე ითქვას არის მეინსტრიმული მედია საშუალებების გავრცელებული და ზოგადად პროპაგანდისტული საშუალებებისგან მოწოდებული, გადამოგდებული ინფორმაციები. ანუ მე არავითარ ფასეულობად არ მივიჩნევ გარდა იმისა, რომ ვიცი როგორ მატყუებს სისტემა. ანუ ჩემთვის ძირითადად საინტერესო არის ანალიტიკა, ანალიზი და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი არის ხალხში არსებული განწყობილებები და ამ ხალხში არსებული განწყობილებებიდან გამომდინარე გააზრება იმისა, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ ყველა როგორც ერი და როგორც საზოგადოება რა.
პირველ რიგში არ შევეხო და არ შეიძლება ყურადღება არ გამომახვილო იმ ფაქტზე, რაც ეხლა ამ ბოლო დროს მიმდინარეობს ეს სოციალური ქსელების, ეს დაცენზურების რაღაცა კამპანია, რომელიც დაიწყო ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ხო? ნუ მე ხა 2005-2006 წლებში დავდიოდი ხოლმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ტარდებოდა დღეს გამახსენდა რა, ეხლა ამას ვკითხულობდი ამ ნიუსებს. დავდიოდი ხოლმე 2005-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში რასად როდის იყო ესეთი გიორგი მოსიძე ატარებდა ესეთ იმას, რა ქვია. ნუ იცით რაც აი რასად როდის მეგობრებად საზოგადოებამ. ხო და ერთი კითხვა იქიდან დამამახსოვრდა სხვადასხვის რა. რომ გიორგი მოსიძემ თქვა ესეთი რაღაცა რომ აიო ჩვენი საზოგადოებისთვის ესო წარმოუდგენელიაო. კითხვის არც ესეთი იყო რა, მაგრამ აფრიკაში არის ერთი პატარა ქვეყანაო, დაბალ განვითარებული, რომელსაც კანონმდებლობაში აქვს ისეთი რამ შეტანილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობად, რასაც ჩვენ ვერც კი გავიაზრებთ, რომ შეიძლება ამის გამო ადამიანი ციხეში მოხვდეს და რა არის ეს. ხო და ამაზე იყო მსჯელობა, ხო, რა არის ეს და ძალიან მახსოვს ცოტა ადამიანი მიხვდა, ნუ ზოგმა თქვა კანიბალიზმი დაუშვა და ბევრნაირი რაღაცა იყო. სინამდვილეში ეს იყო, ესე იგი, ჯადოქრობა, ანუ შავი მაგია რა, რომ ადამიანი ადამიანს თუ გაუკეთებს ჯადოს, ამის გამო ის მოხვდება ციხეში. ხო და ნუ აი მაშინ ხა ეს 2005-6 წელი იქნებოდა, მაშინ აი იქ ითქვა ეს, რომ ესე იგი ჩვენთვის ეს წარმოუდგენელია, რომ ამის გამო შეიძლება და მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ცოდვილი შვილი ვამბობ, რომ წყევლა კრულა და ზოგადად ოკულტიზმი და შავი მაგია ეს არის უდიდესი საფრთხე დღევანდელი ჩვენი ერისა და საზოგადოებისთვის და უდიდესი საშიშროება. ხო, ახლა მე Facebook-ზე ვკითხულობ ხოლმე სოციალურ ქსელებში ტაროს კარტის კონსულტაციები და დადიან ხალხი ამ ეზოთერიკოსებთან, სხვადასხვა სახის ოკულტურ პრაქტიკებში მონაწილეობენ. და თვითონ პიროვნებისთვის დამღუპელი. და ეს საშინელება არის, ანუ ეს ამაზეც მინდა ეხეს ამ საკითხს არ ეხება, მაგრამ ესეც მინდა მე მოგიწოდოთ, რომ ესეთ რაღაცებს შეეშვით. ეს ძალიან საშიშია, ეს ეზოთერული ოკულტური აღმოსავლური მისტიკების ახალ დაირფეროვანი, ნუ ეს ცალკე სასაუბრო თემაა, ცალკე შემიძლია გადაცემაში ბევრი ვილაპარაკო ამაზე, რამხელა დამღუპელია სულისათვის. ნუ ამაზე საუბარი არაა, მაგრამ ეხლა მე ეს შეკითხვა, რაც მოსიძემ თქვა, გამახსენდა ბიძინა ივანიშვილის დაწყებლის გამო, რომ კაცი დააჯარიმეს 3000 ლარით. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში არც წყევლაკრულას არ ვამართლებ, არც დედის გინებას არ ვამართლებ, არც ბილწსიტყვაობა არ მსიამოვნებს. მე პირადად, ხო, გეგახვედელიძე, ცხოვრებაში ძალიან იშვიათად შეიძლება შევიგინო. ნუ თითქმის არასდროს არ ბილწსიტყვავებ, იმიტომ რომ ნუ ვცდილობ რა, ახლა უამრავი ცოდვა და დაცემა მაქვს, მაგრამ ეხლა ეს კონკრეტული რაღაცა ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრებიდან მოკვეთილი მქონდეს, მაგრამ ამის გამო, რომ ადამიანს შენ ესე იგი დაძდევ, უთვალთვალებ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაწყევლის გამო ადამიანს 3000 ლარით აჯარიმებ და პარლამენტის დეპუტატები ერთმანეთს ლამის თავზე დაამტრიეს ის ტრიბუნები, საპარლამენტო ტრიბუნები, ხო? აი ამ ფონზე და როცა შენი ძახი სიძულვილის ენას ვებრძვი, საზოგადოებიდან სიძულვილს ვებრძვი, სიძულვილის აღმოფხვრას ვცდილობ და თავარი სიძულვილის კულტივატორები და თავარი სიძულვილის დამნერგავები პოლიტიკურ ელიტაში ყვანან და ეხლა შენ Facebook კომენტარებს დაძდევ და სპეციალური სამსახური ჩამოაყალიბე, რომ ადამიანის ეს ესენი რა ქვია პოსტები დასკროლონ და დასკრინონ მე რომ არაფერი თქვა ეგრეთ წოდებულ დანოსშიკების ზალს. ხო, ეს დანოსის საკითხი კიდე ცალკე თემაა, ხო, ეს დანოსის კულტურა რაც დაინერგა, ბრჭყალებში კულტურა, ხო, როგორ შეიძლება ამას კულტურა ეწოდოს, ხო? ქართული მენტალობისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ჩაშვების ინსტიტუტი, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება კავკასიურ ცნობიერებას, ქართულ მენტალობას და პირველ რიგში მართლმადიდებლობას, ქრისტიანობას, ხო? დამსმენობა ეს უდიდესი წოდვა არის ღვთის წინაშე. და ნუ აი ესეც. და ასე შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი, ანუ რას ნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება დღეს ახდენს ქართული სოციუმის, საზოგადოების, ქართველი ერის დამონების პოლიტიკის ყველა იმას, რა ქვია, ყველა საშუალებით ცდილობს მარტივად რო ვთქვა, დაამონოს, დაამცროს, ჩაკლას, ჩაახშოს და არავის არ ქონდეს იმის ილუზია, რომ ბოლოს ეს თვითონაც არ მოვა. ვინც არ ზის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ნავში და ამ ოფიციოზის პოლიტიკურ ნავში. ბოლოს შანსი არ არის, რომ ეს შენც არ შეგეხოს, იმიტომ რომ ეს თვითონ ეს სისტემა გადაკლაპავს, სისტემა შეჭამს, ანუ ეს ანტიდემოკრატიული, ეს ჩაშვებაზე, ჩასაფრებაზე და ეს გაправება იმითი, რომ ესე იგი ასე ვებრძვით სიძულვილის ენას, ბილწსიტყვაობას
ჭრილობას, წყევლაკრულვას, სიძულვილის გამოხატულებას და ამის თვა მოაკეთებთ. ხო, ეხლა ვიღაცა შეიძლება მართლა ჯერა და მე იმას ძალიან გამიჭირდება რომ რაღაც გადავარწმუნო, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ამას აღიქვამს. მადლობა ღმერთს, რომ რა ხდება დღეს, რის წინაშე ვართ. ხდება ის, რომ ვიწრო, ძალიან ვიწრო პოლიტელიტა აკეთებს ყველაფერს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ქართული საზოგადოებისა აქციოს მონად და გადააქციოს იმ მომსახურე პერსონალად, რომელიც იმსახურებს აი ამ ელიტის ინტერესების აღსასრულებლად. აი წეგან ბექამ გაიხსენა, როგორი წინააღმდეგი იყვნენ ონლაინ კაზინო ტოტალიზატორებისა და აი ამ ძალიან მავნე და ანტიქრისტიანული და ანტიქართული მოვლენის, ესე იგი, გაუქმებითა და აკრძალვისთვის, ესენი, რა ქვია, ქართული ოცნების ოფიციოზის წევრები, როდესაც საუბარი მიდიოდა აი ამ ონლაინ ტოტალიზატორებზე, კაზინოებზე და რამაც გამოიწვია თვითმკვლელობები, გამოიწვია დიდი ვალები, გამოიწვია ოჯახებში უდიდესი პრობლემები, განხეთქილებები, ოჯახების დანგრევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ, ხო? და ბექამ ესეც თქვა, რომ ესე იგი ისინი იყვნენ ადამიანები, ვინც აი ამ პოლიტიკურ ელიტას აფინანსებდნენ. ისინი იყვნენ ადამიანები, ანუ აი ამ ონლაინ ამ კაზინოების და ამ ყოველივეს, ესე იგი, სულის ჩამდგმელები და ეს კაპიტალისტები, ვინც ამითი სარგებელს იღებდნენ. ანუ ვის ხელშიც იყო ეს, ესე იგი, ეს ყველაფერი უზრუნველყოფდნენ ქართული ოცნების პოლიტიკურ ძალაუფლებას, ფინანსურ კეთილდღეობას. და ესე იგი, ეს ნიშნავს კიდევ და კიდევ იმას, რომ აქ არსებობს საქართველოში შერჩევითი სამართალი, არსებობს ფასადური ეროვნულობა, ეს მამული ენა და სარწმუნოება ეს არის მხოლოდ ნიღაბის სისტემის სახეზე და ამ ნიღაბის მიღმა იმალება მხოლოდ ერთი რამ, ეს არის ფეოდალური მონათფლობელური სისტემა და ელიტა, რომელიც დღეს საქართველოს წინააღმდეგ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი დაამონოს. და ეხლა ქითინახიდაშენმა რამდენი საუბარი ლაპარაკობს, ამასაც მინდა მე შევეხო, რომ ესე იგი ქალბატონი ირმა ინაშვილის განმარტება უკვე ძალიან კარგად თქვენ მოისმინეთ და მე ახალს ვერაფერს დავამატებ, მაგრამ ჯერ ეს ერთი რომ რამხელა ბაზარია ჩინეთი და ზოგადად ჩინური სამყარო რა არის დღევანდელ მსოფლიოში თუ ქალბატონმა თინახიდაშენმა ეს არ იცის მრავალი წყარო შემილია მე პირადად მივუთითო რომ ამაში გაერკვეს ანუ რამხელა სარგებლის ნახვა შეიძლება ჩინეთთან სწორი კომუნიკაციით და ურთიერთობით ხო რაზე იყო დიდგანვე ქართული სახელმწიფო დაფუძნებული ინტერესთა მსახურებაზე რეალ პოლიტიკაზე ანუ როდესაც ჩვენ ჩრდილოეთთანაც დასავლეთთანაც გინდა იმ ჩინეთთანაც და ნებისმიერ სახელმწიფოსთან და ძალასთან გაქვს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკა და არა დამონებული ქედმოხრელი პოლიტიკა და არა მსახურებითი არამედ შენ ემსახურების საკუთარი ერისა და ქვეყნის ინტერესებს და ამ სავარ პედესტალზე შემოდებული გაქვს ეს ინტერესები ამ პოლიტიკურ პედესტალზე და მის პრიზმაში განიხილავ ყველა იმ პოლიტიკურ საერთაშორისო თუ შიდა გადაწყვეტილებას რაც შეიძლება აღასრულო გლობალურ თუ ლოკალურ პოლიტიკაში და თინახიდაშელი რომელზეც ახლა სტუდია მედია კავშირი ობიექტივი ჩაატარებს გამოძიებას და წარმოადგენს იმ ყველა იმ მის ესე იგი რეალურ საქმიანობას და ქართველი ხალხისთვის ძალიან ბევრი რამ რაც დღეს ცნობილი არ არის უფრო მეტად ცნობილი გახდება ცილს წამებს და ბრალს გუდებს ჩვენ ვიღაცის აგენტობაში და ეხლა აგენტებზე თუ წავიდა საქმე ხო ვინ ვისი აგენტია ესე იგი ამ 2012 წლიდან მოყოლებული რაც ქართული ოცნება მოვიდა მანამდე კიდევ 2003 წლიდან 2012 წლამდე რაც ნაციონალური მოძრაობა მართავდა ქართულ სახელმწიფოს და შემდეგ მაქამდე კიდევ ნუ ის წინა ხელისუფლება რომელიც ეროვნული ხელისუფლების ანუ პუჩითა და ეროვნული ხელისუფლების დამხობის შედეგად მოვიდა აი ამ პერიოდში მართლაც რომ ჩასატარებელია დიდი კვლევა და გამოძიება იმისათვის რომ ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე გავიგოთ სიმართლე გავაანალიზოთ და მივცეთ სწორი შეფასება ჩვენს უახლეს ისტორიას მივცეთ სწორი შეფასება მართლა იმ აგენტურულ ქსელებს მართლა იმ deep state-ის თუ რაღაცა ეგრეთ წოდებული deep state-ის მუშაობა საქართველოს შეხა ის არის ხო ხომახიზი არის ახლა ზარი გაისმაო deep state-თან და ხო პრემიერი დაგვანიშნესო აი ეს ყველაფერი ძალიან ნამდვილად გამოსაძიებელია თან დეტალურად არის გამოსაძიებელი მთელი მუშაობა ამაზე ჩასატარებელი მაგრამ ამას მხოლოდ მართლაც პატრიოტული მართლაც ეროვნული და
მართლაც საკუთარი ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ხელისუფლება გააკეთებს და აღასრულებს. და რა ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ყოველდღიურად როგორ გაიხანგრძლივოს საკუთარი პოლიტიკური კარიერა და ძალაუფლება და რაც შევა მეტად როგორ გამოსწოვოს, როგორც წურბელა მსისხლი ამ ქართველ ერსა და საქართველოს, რომ გამდიდრდეს და შემდეგ აქედან გაიქცევა და ზოგი გადაიხვეწა. კი ბატონო, არ დაივიწყოთ და საზოგადოებას მინდა გავახსენო, რომ ქალბატონი თინას მეუღლეს დავით უსუფაშვილი, მაშინ რესპუბლიკელები ბიძინა ივანიშვილის რჩეული გუნდი იყო ერთ-ერთი, რა თქმა უნდა. და ოცნებას წარმოადგენდნენ თვითონ ხელისუფლებაში ბრძანდებოდნენ და პარლამენტის თავმჯდომარეც იყო გვემახსოვრება კარგად თუ როგორ ლოიალურ განცხადებებს აკეთებდა ჩინეთის მისამართით თუ როგორ აუცილებელი და საცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთან ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობა და ასე შემდეგ ჩვენ პატივცემულებო და საერთოდ ამ პოლიტიკურ გუნდს და კონკრეტულად პატრიოტთა ალიანსს ხან რუსეთის აგენტობას წამებენ ხან ამერიკის, ირანის, ეხლა თურმე ნოიტყვით ჩინეთის აგენტებიც ყოფილან და ყოფილვართ. ეს იმდენად სასაცილოა, რომ ამას მალე მრწმენი რა გითხრათ, მაგრამ მალე მრწმენშიდაც უინტელექტობის ნაყოფს ვხედავ მე უპირველეს ყოვლისა. როცა ასეთი რაღაცის გჯერა, ან გინდა რომ დაიჯერო და აპრიორი რაც არ უნდა ითქვას, რა თქმა უნდა შენთვის მისაღებია, რადგან ის გუნდი არ არის შენთვის მისაღები, რომელიც წარმოვადგენ ჩვენ. რატომ არ არის მისაღები? აი სწორედ იმიტომ არ არის მისაღები, რომ იმ ლიბერალურ ფრთას და ამ ნეოლიბერალებს დღეს ოცნების სახით რომ ხედავთ და ეს ერთი გუნდია აუცილებლად ყოველ ნაბიჯის, მათი ყოველი გადაწყვეტილების სადაც სახელმწიფო საერთოდ არ აღჩანს და ქვეყნის ინტერესი მამხილებელი რგოლია და მამხილებელი გუნდია და ასეთი იყო და ასეთი დარჩება და იქნება ყოველთვის ეს გუნდი. აქ არ არის საუბარი პოპულიზმზე, რაც არ უნდა დეგრადირდეს ერი, სოციუმი, ეს 100%-იანი დეგრადაცია არ იქნება. თუმცა კი რა თქმა უნდა დამეთანხმებით, რომ ნიჰილიზმი ძალიან ისე მასშტაბური გახდა თუმცა კი დამეთანხმებით, რომ ინფანტილიზმიც და უпростоრად ინერტულობაც ძალიან ძალზედ მასშტაბური გახდა, ადამიანს აღარ აინტერესებს მაინც და მაინც მის გარშემო და ქვეყანაში რა ხდება, რადგან სარჩო საბადებელი სურს მოიპოვოს, ბავშვი გამოკვებოს თუ მოხუცებული თუ პატიმარი თუ სნეულს მიაქციოს ყურადღება, საკუთარ თავს აღარ დაეძებს, აი გეგმა ზომიერად. აი აქამდე მიიყვანეს ეს ქვეყანა. კონკრეტულად, როცა ხშირად გვითქვამს, ინდექსებით ხდება манипуლირება და ეკონომიკურ ინდექსებს ესენი, ასე ვთქვათ, დემონსტრირებენ და ამით ამაყობენ, იმდენად უმწეოა ეს პატივცემულებო, რომ ქვეყანაზე 1%-ითაც არ ისახება. ანუ ეს ადამიანები მართლებით ცით რა შეარიან? თავიანთი ძალაუფლების და მათი შემადგენლობის თავიანთი გუნდის ეკონომიკურ ინდექსებად ვღებულობ მე აი ამ ინფორმაციას ეს ნამდვილად ესია თავიანთი ეკონომიკური პარამეტრები და ეს ინდექსები სრულ თანხმედრაშია რადგან ოლიგარქები არიან მარტო ერთი ოლიგარქი კი არ არის კულისებში რაზეც ჩვენ საუბრობდით აი თუნდაც ეს ონლაინ კაზინოები რა რაოდენობის თანხება შემოდით ეხლა თქვენ რო იცოდეთ ხო ეხლა ვინც უბრალოდ არაა საჭირო რაღაც აი შეხედეთ რამდენი ხალხი თამაშობს ახალგაზრდები რა ინტენსივობით თამაშობენ მარტო აი ამ სფეროში მარტო ამ ონლაინ თამაშებში მარტო ამ ონლაინ ტოტალიზატორებში და კაზინოებში და აქ მრავალი ახალი მე ვერ ვარკვევი და დეტალები არ ვიცი რა მიმდინარეობს მაგრამ ის ვიცი რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ძალიან ბევრი სტატისტიკურად სწორედ ცხოვრება განსაცდელებით აღებსო საქართველოში აი ამის გამო რომ ამ თამაშებში არის ჩართული მუდმივად და შედის ბიუჯეტში არა მაპატიეთ კონკრეტული ადამიანების და პოლიტიკური ელიტის აი იმ ვიწრო სეგმენტის ვისაც ეს კონკრეტული ადამიანები აფინანსებდნენ წეგან ამაზე ბექას ქონდა საუბარი რატომ არ აიკრძალა მათ მიერ ეს ძალები იმიტომ რომ ესენი არიან მათი დამფინანსებლები აი პირამიდასავით ყველაფერი პირამიდის წვეროში არის მიმართული და იმ პირამიდის წვეროში ნამდვილად
ნამდვილად მიდის ძალიან დიდი ისე ითანხები, რასაც იმ სტატისტიკებშიც, აი სტატისტიკებიც კი მინიმუმია, რასაც გვეუბნებია, რომ ჩვენ განვითარების უმაღლეს საზომებს ვაღწევ და რაღაც ციფრებს რო გვისახელებენ, ის ციფრებიც კი მიზერია იმ თანხებთან და იმ მოგებებთან შედარებით, რაც მიდის იმ წვერვალებში, იმ წვეროში, რაც მიემართება და იმ წვეროში მიდის კოლოსალური რაოდენობის თანხები. მაგრამ როდესაც აი იმ წვეროს დაქვემდებარებული ყველაზე დაბალი რგოლები ღამეებს ათენებენ სუპერმარკეტებში და სხვადასხვა დაწესებულებებში, კერძო ბიზნესში და ასე შემდეგ, კაპიკების ფასად რომ მართლა ღამეებს ათენებენ და არანაირი სოციალური დაცვის მექანიზმები რომ ამ ხალხს არ აქვს და ნებისმიერ დროს შეიძლება მათ სამსახური დაკარგონ თუ მათ ესე იგი ფეოდალ დამქირავებელს ისინი აღარ დაჭირდება და ასე შემდეგ. ხო არანაირი შრომითი პირობები საქართველოში დაცული არაა, ვინც დასაქმებული ხართ, ამას ხო კარგად გძნობთ, ვინც ობიექტურად უყურებთ. თქვენ აღიქმებით უпроსტորად აი ამ ფეოდალური ელიტის მიერ დაქირავებულ მსახურ ხმაგლეხებად, როგორც იყო ოდესღაც, ხო არსებობდა ფეოდალი და ყავდა ხმაგლეხები და ათოხინებდა მიწას და მერე რაღაცა უგდებდა საჭმელს ყოველდღიურს, რომ სიცოცხლე იმათ შეენარჩუნებინა. აი იგივე სისტემაა გადამოტანილი თანამედროვე ნეოფეოდალიზმი, ესე იგი ფასადურად გარემონტებული, გალამაზებული მიშამლო თავის დროზე ფასადების შეგვიღება და მაგითი რო გვაჯერებდა სახელმწიფოს აღმშენებლობას, აი ზუსტად ასე შეღებილი ლამაზი ფასადები, ანუ აღორძინებული ქართული ბიზნესი, რომელიც არის რაღაცა 2-3%-ის ხელში და მათ მიერ დაქირავებული 1000-ობით და 10000-ობით ქართველი, რომელსაც კაპიკებზე მონებად ამუშავებენ და ყველა ცდილობს მაქსიმალური რაოდენობა ცდილობს, რომ როგორ შეიძლება საქართველოსთან გაიქცეს. აი ეს თუ რაიმე ფორმით აღმშენებლობა, რა ვიცი, აი მე მალე ზარები გვექნება და ვინმე თუ შეუძლია დამირეკოს და ამიხსნას რაშია აქ, ესე იგი საქართველოს სახელმწიფოს და ერის წარმატება. გეგა, ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, აი წეხან გეგა საუბრობდა ფეოდალიზმზე. პატივცემულებო, ეს იმ ფეოდალიზმის კნინობით ფორმაში მოხსენიება კი არ არის. მაშინ ფეოდალიზმი იყო. საქართველოს კაცობრიობის განვითარების კურს არათუ ჩამორჩებოდა, არამედ წინსწრები იყო. ლორდთა პალატამდე კარგახნით ადრე საქართველოში ჩანასახი იყო ყურთლუ არსლანის ისნის კარავი და თვითონ მისი აღმატებულება ბრწყინვალე წმინდანი მეფე თამარი და დედოფალიც ამავე დროს თამარი მიმართავდა დარბაზს და მამებს სულიერ დასს, რომ თქვენ გადაწყვიტეთ და მიაღვასრულებო მირონცხებული ამხელა მეფე და ასე ბრძანებდა დავით აღმაშენებელიც მართლა მესიის მახვილი. ფეოდალები იყვნენ და ფეოდალიზმი იყო. აქ საუბარია 21 საუკუნეში ამ ყბადაღებული დემოკრატიის ხანაში ფეოდალიზმზე, პატივცემულებო, რაც ვერ გამოუვათ ან იმ ფეოდალებს როგორ შევადარებ ამ უხერხემლოებს. მათ ხომ ხერხემალი საკუთარი ერის მიმართებაში აღმოაჩნდათ, ხოლოდ რომ როგორ დაგაპატიმრონ, როგორ შარი მოგდონ, როგორ შენი Facebook ინტონაცია არ მოეწონოთ, როგორ მოგისმინონ და ასე შემდეგ, ხომ? თორე ფეოდალი მაშინდელი პატივცემულებო, მეგობრებო, გარეშე მტრის მიმართ მამულიშვილურად და თავდადებულად იქცეოდა. არაერთმა ფეოდალმა თავი დასდო და მოღებული ჭიშკარი არ ქონდა. ფორმაცია. მათ მოაღეს დღეს ჭიშკარი. რა შედარებაა მაშინდელი ფორმაციული მოდელი იყო დაფუძნებული მირონცხებულ მართლმადიდებლურ მონარქიაზე, რაც პირადად ჩემი გეგა ხვედელიძის, ესე იგი, აზროვნების იდეალია. პოლიტიკური აზროვნების იდეალია მართლმადიდებლური მონარქია. ეს არის ამაზე კიდე ცალკე შეგვიძლია ღვთის სასუფევლის კონსტიტუციური ღვთის სასუფევლის ხატება მიწაზე და ასე შემდეგ. მე ამაზე არ მაქვს საუბარი. ანუ მართლმადიდებლურ მონარქიაზე და ჩვენ წმინდა მეფეებზე და წინაპრებზე სრულებით არ ვლაპარაკობ ეხლა. როდესაც მე ვლაპარაკობ იმ ფეოდალების თანამედროვე ვერსიაზე, ვგულისხმობ აი იმ გაზულუქებულ იმ ადამიანებს, რომლებიც დაახლოებით უფრო მეტად აი ილია ჭავჭავაძის დროინდელ, ესე იგი, თათქარიძისეულ ფენომენთან მაქვს საუბარი და იმ ბოლო დროის იმ ყმაგლეხობის გაუკომარტებულ ინსტიტუციებზე, რომლებიც შემდგომ დეგრადირდა საქართველოში და დაამონა ხალხი. აი დღეს ასე ცდილობს და უარეს სადაც კი მინდა გითხრათ, გაცილებით უფრო უარესად ვიწრო კაპიტალისტური ოლიგარქიული ელიტა
რომელიც არის სულ რამოდენიმე პროცენტი და რამდენიმე ათასი ადამიანი ამონებს მილიონზე მეტ ადამიანს საქართველოს მოსახლეობას განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა. აი ეს არის ბოროტება და უწოდეს სნეულება და გაგეცლება სნეულება ამაზე მაქვს მე ხშირად ამ სიტყვებს კონფუციის სიტყვები. ლაოძის თუ კონფუციის. ლაოძის სიტყვებია. ჩვენ დაგვჭა წამები ახლა მეორე გადაცემამდე მცირე ჭრა იქნება პატივცემულებო და მეორე ეთერში, მეორე ნაწილში თქვენი ზარებიც იქნება, ვისაუბრებთ და არ გადართოთ, დაგველოდეთ დროებით.